საიდან დამეწყო დალაგება არ ვიცოდი. თან ასეთ ამბავს ნამდვილად არ ველოდებოდი. თავიდან დავიწყე ყველა ზედმეტი ნივთის გადაყრა. რაც არ გამოვწიე, ყველგან ნაკავი ეყარა. ნაკლებად მოქვს გამოცდილება ასეთი ბინების დალაგების. ველოდ დავიწყე ყველაფრის გადაყრა. თვალე რომ არის ისეთი ნივთები, რომელიც გარეცხვას და დალაგებას აღარ ექვემდებარება. უბრალოდ საერთოდ არ მინდოდა რომ ბინაში დარჩენი. ხშირად ადამიანებს გვაქვს ხოლმე, როდესაც ასეთ უწესრიგობას ვამართლებთ ჩვენი ემოციური მდგომარეობით. არ ვსაუბრობ ისეთ შემთხვევას, როდესაც ფიზიკურად არ შეგვიძლია საქმის გაკეთება, მაგრამ თუ კი საკუთარი თავის მოწესრიგება შეგიძლია, ხალხში ელემენტარული ჰიგიენის დაცვა მაინც მნიშვნელოვანია. გამოყენებული ჩაის ფერი რომ არ უნდა დაყარო სამზარეულოს იატაკზე. კარადების უკან შოკოლადის ნარჩენები და აბსოლუტურად ყველა ჭურჭელი გაფუჭებული და თან გასარეცხი არ უნდა დატოვო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი არასდროს არ დავღლილ ვარ. ხო და როგორც იქნა ზედმეტი ნივთები გადაყრილია და დავიწყე დალაგება. ხო, ამ ბინის დალაგება ცოტა რთულია. რადგან აქ 2 წელი ცხოვრობდნენ სტუდენტი გოგონები, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. ბინასთან კი მე განსაკუთრებული კავშირი მაქვს. უნდა სხვა შემთხვევაში ვიდეოში ნამდვილად არ გაჩვენებდით. ამიტომ ერთი სული მაქვს როდის მოვაწესრიგე. თქვენ კი ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი мотивაციაა.